ბებო რომელმაც რაღაცას კომენტარი დაწერა Facebook-ზე, მოსამართლემ 2400 ლარი დააჯარიმა. ბებო ეუბნებოდა რომ აი ძალიან ცოტა მაქვს პენსია და ხო ბოდიშსაც მოვიხდი, ოღონდ ეს ამ ხელა ჯარიმა არ დამაკისროთ, მაგრამ მოსამართლე რას იზამდა, რა თქმა უნდა ეს ქალბატონიც დააჯარიმა 2400 ლარით. ნუ მოკლედ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ვიღაცები მდიდრდებიან, მაგალითად აი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე არის ესეთი ადამიანი კახი ბექაური, მას აქვს 21 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 7 მანქანა, წარმოგიდგენთ 21 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 7 მანქანა და იქით არის ბებო, რომელიც ეხვეწება მოსამართლეს 2400 ლარი ჯარიმა არ დამიწერო და ბოდიშს მოვიხდი და ეს დგება და რას აკეთებს, ანუ უსისხლოდ რა, ანუ ყველანაირი ადამიანური რაღაც გრძნობების გარეშე დგება და რის გამო Facebook კომენტარის გამო ადამიანს აჯარიმებს, ბებოს აჯარიმებს ამის გამო, ხო? როცა მეორე მხარეს ვხედავთ რა როლექსებს, კარტიებს და რაღაცა მდიდრულ ცხოვრებას, სადაც ეს ქონებები აქვს როგორ ადამიანებს, ისეთ ანუ ყველაზე უმსგავსო ამორალურ ადამიანებს რა, ვისაც საქართველოს გაყიდვა უნდა, ვისაც უნდა რომ რა ვიცი, საქართველოს გაანადგუროს. ეგეთ ადამიანებს აქვს დღეს ამ ხელა შემოსავლები, ისევ და ისევ ჩვენი ფულით, ანუ განა ის რომ ვიღაცა მიშოვა და ბიზნესმენი გახდა და რაღაცა კონკურენცია და მთელი ამბები. ისე კი არა, ჩვენი ჯიბიდან ამოსული ფული, აი ფულით ესე გამდიდრდნენ და მოსამართლე დგება და 2400 ლარით ბებოს აჯარიმებს, რომელიც ეხვეწება, რომ ეს ჯარიმა არ დამიწეროთ. ხო ხვდებით, ანუ რაში ვართ, რაში ვიმყოფებით, სასაცილო კი არ არის, არის კატასტროფა, ეგ რეალობა, რაშიც ახლა ვართ რა.